ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5-ზე. მოგესალმებით, ძვირფასო საზოგადოება, მშვიდობა მოგმადლოთ ღმერთმა. გესაუბრებით დეგანოზე კონსტანტინე ჯინჭარაძე. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს ნეტარებების შესახებ. დღეს ვისაუბრებთ. შემდეგი მუხლი არის ნეტარი იყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ. მოწყალება ერთი შეხედვით გასაგები თემაა, ხომ? რომ უნდა ვიყოთ მოწყალე და ქრისტეს მიერ სიყვარული უნდა გქონდეს მოყვასის მიმართ. ეს გასაგებია და აი ამ კუთხით ადამიანი უნდა იყოს გამორჩეული მოწყალების საქმეთ. ადამიანი მოიპოვებს რაღაც შინაგან მობიერება, შინაგან სიყვარულს მოყვასის მიმართ და ესეთნაირად ხდება ის ნეტარი და აქედან გამომდინარე ამ ნეტარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ცხოვრებაში, მით უფრო მაშინ, როცა უამრავ ადამიანს უჭირს დღეს და ყველას რა თქმა უნდა ვერ გავწვდებით, ესეც ერთგვარი დილემაა დღევანდელი საზოგადოებისა. იმდენ ადამიანს სჭირდება დახმარება, რომ ამას ყოველთვის ფინანსური კუთხით ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია და არც არის რეალურადაც სწორი. აი ამაზე გვინდა თქვათ, რომ მარტოოდენ ფინანსური, მატერიალური კუთხით, არამედ სხვა მოწყალების ფორმებიც არსებობს. მოწყალია ადამიანი, ვინც მოყვას იმით შეეწევა, რაც თავად ღვთისაგან მიეცა, ხომ? ამიტომ ეს შეიძლება იყოს როგორც ფული, ისე საკვები, თქვათ ძალისხმევა, სასარგებლო სიტყვა, ან უბრალოდ ლოცვით შეეწიოს ადამიანი და ეს ყველაზე დიდიც შეიძლება იყოს მის ცხოვრებაში, ან უბრალოდ ჭიქა წყალი მიაწევდოს და ასე შემდეგ. ანუ თუ კი აქვს რაიმე შესაძლებლობა და რაიმე სახით ადამიანმა გვერდი არ უნდა აქციოს, ანუ შინაგანი ესეთი დამოკიდებულებით შეეცადოს. ყოველ შემთხვევაში უნდა რომ რომელიმე ფორმა ჩამოთვლილისა შეეწიოს განსაცდელში თუ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. ანუ ხელი გაუმართოს მთხოვნელს და ვალდებულადაც კი უნდა ჩათვალოს, რომ ეს უნდა გააკეთოს, რადგან მას საკმარისზე მეტი შეიძლება ქონდეს მიღებული და როცა ჩვენ ვიღებთ ღვთისაგან წყალობას, ხომ? ჩვენს უნდა გავცეთ, რომ ჩვენ თავადაც მივიღოთ ეს წყალობა. როცა ადამიანი გაიაზრებს, რომ ღირსი გახდა აი ღვთის მსგავსად ეწოდოს მოწყალე ამ ცხოვრებაშიცა და მომავალშიც ესეთი მთელი შესაქმის წინაშე და რომ მოყვასის სახით მას თავად ღმერთის თხოვს, აი ეს მომენტი მასში გათავისდება, მაშინ ადამიანი მიხვდება, რომ მოწყალებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ სახარებისეული მომენტი მინდა შეგახსენოთ, ხომ? ცხოვარი ამბობს, რომ ვისაც შიოდაო, წყუროდაო, პატიმრობაში ვიყავიო და მოხვედითო და ვნახეთო, ხომ? ეს ყოველივე მე მიყავითო. ანუ როცა ჩვენ ამას თავად უფლისათვის გავიღებთ, ესე იგი თავად მას თხოვთ ჩვენ უდიდეს წყალობას. და ღარები უიმისოდაც სიცხობლებს, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ არ შევეწევით, მას აუცილებლად გამოუწოდებს ღმერთი დახმარების ხელს და მაგრამ თავად ის ადამიანი, ვინც უნდა გასცეს და მოწყალებას არ გასცემს და ეს მოეთხოვება მას სინდისის წინაშე, რა თქმა უნდა, ეს რჩება მის ნაიარებში და ასე ამბობს უფალი შემდეგ სხვა კატეგორიის ადამიანს, რომელსაც არ მიეცით საჭმელიო, საპატიმროშიც არ მოხვედითო, ისა მე არ მიყავითო. ანუ ადამიანი ამ შემთხვევაში უდიდეს ცოდვებში ჩნდება და ესეთი ადამიანი ამბობს უარს ღმერთთან ურთიერთობაზე. და ფიქრობს, რომ თუ რაც უფრო მეც შეიძენს თქვას ამქვეყნიურად, მით უფრო მეტი მას ექნება და მით მეტად იქნება ის მდიდარიც ფუფუნებაშიც და კარგად და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში კარგად ვერ იქნები თუ შენს ირგვლივ ყველა ცუდად არის. ამიტომ ეს მცნება მოწყალების გაცემისა აუცილებელი მომენტია ჩვენ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად რამდენადაც ეს ჩვენ გვაქვს ხელგვეწიფება. გავცეთ უნდა არა მხოლოდ ის, რაც
გვაქვს, არამედ საკუთარი სულიც კი შეიძლება გავწიროთ მოყვასისათვის. ეს უკვე ყველაზე დიდი მოწყალების საქმეა. ანუ თავდადება, ქრისტეს მიერი თავდადება ჩვენი მოყვასისათვის. და მოყვასი ვინ არის, ხომ? ესეც ხო ვიცით სახარებისეული მომენტი, როცა იქ მღვდელმა ჩაიარა იმ გვემულ ადამიანთან და მერე სამარიტელმაც ჩაიარა, ლევიტელმა ჩაიარა და მარტო სამარიტელმა მოუარა, ხომ? იყოფილა მოყვასი, როცა მოეთხოვებოდა იქ მღვდელს, იქ ლევიტელსაც, ასევე სამღვდელო გვარიდან წარმომავლები იყვნენ და ესეთმა ხალხმა ამაზე ხაზს უსვამს მაცხოვარი, რომ შეიძლება ადამიანი ქრისტიანი იყოს, შეიძლება კონდეს ეს სახელი, რომ არის მოწყალე და ან არის მართალი წარმომადგენლობის და წარმომავლობის და ამ დროს გაჭირებულს ესე უხეშად გაუაროს გვერდით და არ მიაქციოს არანაირი ყურადღება, ხოლო უცხოტომელმა თქვათ, ხო, სამარიტელი რატოა ნათქვამი, იმიტომ რომ ამათგან განსხვავებული იყო და ერთი სარწმუნოებით არ ცხოვრობდნენ და აქედან გამომდინარე ეს დამოკიდებულებაც უფალი გვასწავლის ჩვენ ამას, რომ მოწყალების გაღება აუცილებელია და ამას აკეთებდეს უნდა ყველა და განურჩევლად მისი შეხედულებებისა, მაგრამ თუ უნდა რომ სათნო იყოს ღმერთს, რა თქმა უნდა, ქრისტეს მიერი მოწყალებით უნდა გამოეჩიოს თავი და ქრისტესთვის უნდა აკეთოს ეს და არა საკუთარი განდიდებისთვის და წარმოჩენისთვის, რასაც ხშირად ვხედავთ ჩვენ, რომ რაღაცა ან პოლიტიკური ინტერესებისთვის ხდება ხშირად ქველმოქმედება, ხო? ან ადამიანს უნდა წარმოაჩინოს საკუთარი ცხოვრების რაღაც მომენტი, საკუთარი კარიერული წინსვლისთვის ეს ყველაფერი, ამ დროს რა თქმა უნდა, საზღაური აღარ არის ზეციური. რასაც ითხოვს ადამიანი, ხომ? ის მიეცემა, ითხოვს ზეციურს. მიეცემა ზეციური, ითხოვს ამ ქვეყნიურს და აქვე მიიღებს იმ საზღაურს. ანუ რას გულისხმობთ ამაში ჩვენ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს პატივშიც, დიდებაშიც და ამ დროს ამ ქვეყნიურისთვის აკეთებდეს, იმიტომ გააკეთოს, რომ ამ ქვეყნად ვის შეაქონ, განადიდონ. კი ბატონო, ამასაც აძლევს უფალი, ნახეთ, ვინც რასაც ითხოვს, ის მოგეცემაო და ითხოვს ამ ქვეყნიურად დიდებას და პატივს, შეიძლება მიეცეს კიდეც და ზოგიერთებს ბევრს მიეცა და ამ ქვეყნადვე მიიღო საზღაური, მაგრამ ნუ რას უკაცრავა, თუ აქ გვინდა ჩვენ საზღავრის მიღება ჩვენი სიკეთეებისათვის, მაშინ აღარ უნდა ველოდოთ მას უკვე აი ამ სიკეთის შედეგს და ნაყოფს საიქიოში, რისი იმედით ჩვენ გვაქვს და რისკენაც უნდა იყოს გაღებული ყველა მოწყალება, რომ ეს თითო მოწყალების სახით დადებული, ასე ვთქვათ, აგური იქ ჩვენი სულიერი სახლის შენებლობაში აშენდეს ისე ნელ-ნელა ეტაპობრივად და სამკვიდრებელი მოვიპოვოთ. ეს არის ამოცანა, ეს არის ქრისტიანობა, ამაში მოიაზრება მთელი ამ მოწყალების აზრი და მოწყალების გაცემის მნიშვნელობა, არა მარტო როგორც გითხარით მატერიალურ სახით, არამედ უფრო მეტად აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად სწორად ვაკეთებ ჩვენ ამა თუ იმ სიკეთეს. იმიტომ რომ სიკეთე და მოწყალებას აკეთებენ ასევე ვიცით ჩვენ არა მარტო მართლმადიდებლები, მაგრამ რისთვის აკეთებენ და როგორ წარმოაჩენენ აი ამ სიკეთის შედეგებს, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ნახეთ, როგორი მომენტია, თუ ადამიანი არ ამბობს, რომ ეს სიკეთის ნიჭი მას ღმერთმა მიცა, რომ ღვთისთვის უნდა აკეთოს ეს სიკეთე და ღმერთია მის ცხოვრებაში აუცილებელი ნომერ პირველი, ქრისტე იძლევა აი ამ სიყვარულის საშუალებას და მოწყალების გაღების საშუალებას და რომ მე ღმერთის გარეშე არაფერი შემიძლია, თუ ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ ის თავისით აკეთებს სიკეთეს, თავისი შეხედულებებით, რაც რეალურად ხდება, აკეთებს რაღაცა სხვა ინტერესებისთვის, ამ ქვეყნიური ინტერესებისთვის. შესაბამისად გამოდის, რომ ქრისტე, რომელმაც მოგცა ჩვენ ეს ძალი, ხომ, რომელიც გვაძლევს ცხონების საშუალებას, თუ ქრისტესთვის არ ვაკეთებთ ეს, ესე იგი ამაოყოფილა ქრისტეს განკაცება ამ ქვეყნად.
ამაუყოფილა მისი ცხოვრება, ზოგადად ტანჯვაც, ნებაც, აღდგომაც, ყველაფერი ეს ამაუყოფილა თუ ადამიანი თავისით შეუძლია იყოს კეთილი, თავისით შეუძლია იყოს სახიერი და თავისით შეუძლია ქრისტეს გარეშე მოიპოვოს ეს ნეტარი ცხოვრება. მაგრამ ეს ასე არ არის, ეს უდიდესი მკრეხელობაც გახლავთ, იმიტომაც ვამბობთ, რომ სიკეთეებს შორის მოწყალების გაღება შორისაც არის განსხვავებები სხვადასხვა. უნდა ვაკეთოთ ღვთისთვის, არ უნდა ვამბობდეთ რაღაცა ქვენა განზრახვები და აზრები ამას რაღაცა კარიერის თულით არ უნდა ახდეს, არამედ დადევი ქვა, გაიარევ ხო, ესე არის ეს პრინციპი, რომ გააკეთე სიკეთე შეგიძლია, როგორც შეგიძლია და ხშირ შემთხვევაში ეს ამას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ დაფარულად, მაქსიმალურად დაფარულად, რათა მარჯვენა რო აკეთებსო, მარცხენამ არ უნდა დაინახოს. სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ არ უნდა მოხდეს ჩვენი ადამიანური განდიდება და ამითი გაამპარტავნება, ეს საშიში მოვლენა. ჩვენ მაცხოვარმა ნახეთ როგორი მაგალითი მოგცა სახარებისეული, როცა დააპურა იქ 5000 იქ განკურნა უამრავი ადამიანი და მის მყისიერად უნდა გაამეფონ ის, განადიდონ ის და მაცხოვარი გაურბის მათ, ხომ? რატო გაურბის? იმიტომ რომ ეს დიდება და პატივი არ ჭირდება მას, არამედ გვაჩვენა მაგალითი მოწყალებისა და სიკეთის კეთებისა, რომ ეს უნდა ავაკეთოთ ჩვენ თავმდაბლურად და დაფარულად და არა ამ ქვეყნიური საზღაურისთვის, არამედ სწორედ რომ იქაური საზღაურისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. და ნეტარი ავგუსტინე ამბობს კიდევ ესეთ შესანიშნავ სიტყვებს, რომ როგორც მოექცევი, შენც ისე მოგექცევიან. ანუ სხვებს ისე მოეკეცი, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. ვინაიდან შენ ფუფუნებაში ცხოვრობ, უხვად გაქვს წარმოვალი ნივთები, მაგრამ გჭირდება მარადიული. გესმის? ღარიბის, მაგრამ შენც უპოვარი ხარ ღვთის წინაშე. ნახე, ღარიბიც უპოვარია და მაგრამ შენცო თუ მდიდარი ხარ, შენც უპოვარი ხარ ღვთის წინაშე, თუ მთავარი არა გაქვს. შენ მოგმართებს თხოვნით, მაგრამ შენც ითხოვე და როგორც მოექცევი შენს მოთხოვნილებებს, ღმერთიც ისევე მოგექცევა. ნახე, როგორი მნიშვნელოვანი სიტყვებია, როგორც მოექცევი შენს მოთხოვნილებებს, ღმერთიც ისე მოგექცევა. ვინაიდან ერთდროულად სავსეც ხარ და უპოვარიც, შეავსე შენი სისავსიდან უპოვარი, რათა ღმერთმაც თავისი სისავსიდან შეავსოს შენი უქონელობა. ანუ შენ უნდა შეავსო ის ცარიელი ადგილები, ის ნაკლოვანებები უფრო სწორად, რომელიც გაქვს, სწორედ რომ ღმერთში მოწყალების გაღებით. მე მახსენდება ახლა ათონზეა სწორედ ეს ნეტარ ავგუსტინეს ეს სიტყვები, რომ ამ პრინციპს ატარებენ, ძალიან შესანიშნავა და არაჩვეულებრივი მაგალითია ამისი ათონური ცხოვრება, როცა სტუმრებს იღებენ, იქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სტუმრის მიღებას, სტუმრის პატივისცემას, ყველა ფაქტიურად მონასტრის ესეთი ნიშაა, რომ და ისინი ხედავენ ამაში უდიდეს წყალობას, როცა მოდის სტუმარი და აპურებენ მას და ტოვებენ, თქვათ, გარკვეული დროით გასათევად, ხომ, ასევე ღმერთი შემდეგ კიდევ აძლევს და ყველა წმინდა ღვთისმშობლის იმედად ცხოვრობენ და ესე რაც მეტის მიიღებენ სტუმარს, მით მეტ წყალობას ელოდებიან შემდეგ ღვთისაგან და აღარი მონასტრები, რომლებიც 100 და მეტ ადამიანს 200-300-საც კი ხანდახან სტუმრობენ. არის დიდი მონასტრებიც, არის პატარებიც, მაგრამ პრინციპი ყველას ერთია. გვისაუბრია ქართველ ბერებთანაც ათონზე და ისინიც ამას ამბობენ, რომ სტუმარი აუცილებლად უნდა მიიღო, ამითი ღვთისწყალობა მოდის და თუ არ იღებ და ფიქრობ, რომ აი მე არა მაქვს ამისი საშუალება, რაღაცას იძლევა ყოველთვის, იქ სასწაული ხდება ყოველთვის ღვთისგან. თუ არ მიიღებ, ხომ მით უფრო არ მოგცემს უფალიო და ამიტომ ცდილობენ, რომ ყოველთვის უარი არ უთხრან, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ ულხინთ, მაგრამ ცდილობენ, რომ მიიღონ სტუმარი, რათა ეს წყალობა, სტუმართ მასპინძლობის და მოწყალების გაღების წყალობით კიდევ უფრო მეტი ჯილდო მიიღონ და კიდევ უფრო მეტი მიეცემათ მათ, როგორც ამ ქვეყნიური შეწევნისთვის, ისე მარადიულობაში გადასვლისთვის. ამიტომ ეს მოწყალების საქმე, სტუმართ მასპინძლობის საქმე, ხომ, ჩვენ ვიცით ა ブラ ამის
სტუმართ მასპინძლობა ცნობილი ხო ძველ აღთქმაში რომ ვერ გაელი და ვერავინ ისე რომ არ მიეპატიშებია არ მიეცა საშუალება დასვენებისა და ფეხბანისა და ასე შემდეგ და ისე უშვებდა დაპურებულს და მოწყალების გაღებით უშვებდა ყველა სტუმარს ა ブラ ამის მოწყალებაო მოგცეს ღმერთმა არის ესეთი კურთხევაც ხო ასე რომ აი ეს არის ჩვენი თავარი სათქმელი დღეს რომ ვინ არიან ეს მოწყალენი ისინი ვინც ხარიბებს ფულს აძლევენ და აპურებენ კითხულობს ვინ მონახალე ღვთისმეტყველი არა მხოლოდ ეს არ აქცევს მათ მოწყალებად ამასთან ერთად საჭიროა გულითადი მოწყალება მოწყალენი არიან ისინიც ვინც ჩვენთვის დაგლახაკებული ქრისტეს სიყვარულის გამო განიძარცვეს თავი სიმდიდრისაგან აღარაფერი დარჩათ ღატაკისთვის გასაცემი მაგრამ როდესაც მათ ქრივობლები და ავამტყოფები ახსენდებათ არც თუ იშვიათად ხედავენ სიბრალური აღჩობ და ტირიან და ემსგავსებიან იობს რომელიც ამბობს საკუთარი თავის შესახებ გან არა მიტირია ბედშავზეო გან არ მიწუხნია გაჭირებულებზეო ასე რომ ჩვენს ესე უნდა ვიყოთ უნდა ვწუხდეთ მწუხარესთან ერთად ვტიროდეთ მტირალთან ერთად როგორც ამბობენ წმინდა მამები ეს არის ჩვენი ხსნა ქრისტეში იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანა გზნობელნი აი ამ ტკივილისა გაჭირებისა ყველაფრისა რაც ჩვენს თავს ხდება რაც ჩვენ საზოგადოებაში ხდება მით უმეტეს აი ესეთ მძიმე პერიოდში და პირობებში რომელშიც დღეს ყოფებით ჩვენ და სრულიად სამყარო ამ სნეულებების დროს განსაცდელების დროს განსაკუთრებულად უფრო მეტი გულისხმიერება გმართებს უფრო მეტი ლოცვა თუ მოწყალების გაღება იმდენად რამდენადაც ჩვენ ეს შეგვიძლია და არის ჩვენს შესაძლებლობის ფარგლებში სხვა ხსნა პრინციპში არც არსებობს კიდე წმინდა მამები ესეთ რამესაც ამბობენ თუ ვინმესთვის გააქვს რაღაცა ბოროტი გაკეთებული დაგიშავებია ხომ შენდობის თხოვნა კი არ არის საკმარისიო არამეთო გაამყარე ეს შენდობაო სწორედ საქმითო მოწყალების საქმეებითო ანუ სიკეთეც გაუკეთებ ამ ადამიანებსო ან შენი მონაგებიდან უმეტესი გაიღე რათა ღმერთმა არ მოგთხოვოს ის ძველი ცოდვებიო და აი ესეთნაირად მოიპოვა უნდა სასუფეველი ღვთისა. სასუფეველი კი იძულებისო, ვინც აიძულოს თავიო, მან მოიპოვოს იგიო. ვინ მოიპოვა სასუფეველი, ვინც აიძულა თავი, იღვაწოს ქრისტესთვის მოწყალება გაიღოს, ქრისტეს პრინციპები გაითავისოს სრულიად სისავსით და განღთობილ მდგომარეობაში წარდგეს ღვთის წინაშე. აი ესეთია მოწყალების საქმე, ნეტარ არიან რა თქმა უნდა ესეთი მოწყალენი და ღმერთმა მოგცეს ჩვენც ძალა რომ ჩვენც ვიყოთ მოწყალენი, მაქსიმალურად ვიმუშაოთ უნდა ამ საკითხზე ჩვენ თავზე მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ ეს უძლურება და უსუსულება თუ გვაქვს რაღაც გულქვაობის მომენტები ეს გადავლახოთ შევნიშნოთ ჩვენ თავში გავზრდათ სინანული სინდისი გავაღვიძოთ და აი ესე ერთ შემთხვევაში თუ ვერ გავაკეთეთ მეორეში უკვე გამოსწორებული კონდეს უნდა ჩვენი პრინციპები და ჩვენი შეხედულებები ასე იზრდება ადამიანი სულიერად სხვაგვარად ეს შეუძლებელია მშვიდობა მოგცე წყალობა და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და სრულიად საქართველოსი ამინ. გესაუბრებოდა დეგანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.